ნუ იაკობიძე ფაცაცია, რა თქმა უნდა, დღეს საჯარიმოში არიან და ფაცაცია დღეს დაკანოს სარკმლაში კაპიტნობს კიდეც გუნდს. დარტყმა გარის მიმართულებით, პირველი ზუსტი დარტყმა, რომლის ავტორიც გახლავთ ირაკლი იაკობიძე, თუმცა თურმანიძემ საყრდენი ნახევარმცველი დარტყმა გარის მიმართულებით, აი პირველი სახიფათო მომენტი თური მანძილიდან. განმეორებთ ეს ეპიზოდი, ნუ მარა შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო დინამო ბათუმისთვის შევებული სტანდარტულიდან დინამოელებს. გათამაშება, მარა საჯარიმოში ალბანელი დაბალი პასი შეიძლება დარტყმა გარის მიმართულებით და აი მომენტი და იქნება კუთხური. კვლავ გარისკა და ძალიან ცუდად თამაშობს, შანსი აქვს დინამოს, მარა შეიძლება დარტყმა და სადურთხავს ალბანელი. აქ ირაკლი იაკობიძემ კინაღამ დაღუპა გუნდი. რაც ჰქონდა იყო ეს ჩვენს თამაში. აქ სად რა დროს მოტყუება იყო იაკობიძის მხრიდან, თუმცა გაუმართლა აქ რუსთავის ცენტრალურ მცველს. გოლი რომ გასულიყო ალბათ მაინც გადამოწმდებოდა, მაგრამ კალანდარიშვილმა მე მგონი რომ სუფთად ითამაშა აქ. მარას კი უნდა გაეტანა. ხო არა, აქ სუფთად თამაშია. ყოჩახნიკა კალანდარიშვილი შემდგომ ძალიან სწორად შეაფასა სიტუაცია და მარასაც გადააწოდა ბურთი, მაგრამ ამ უკანასკნელ დაჯის სასტვენის ხმა, მარას დარტყმა ძალიან ცუდია. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა გარის მიმართულებით, აი შანსი რომელიც მიიღო კესიმ. შანსი დაუცდა ფეხი ლაკვეხელიანს და მარტოდ არჩა სოლომონ კესი, აბსოლუტური თავისუფლება, უბრალოდ კარგად ვერ დაუმიზნა ბურთი კარის ჩარჩოს. ასეთი შანსი რუსთავს ნამდვილად არ ქონია. მარაკში ორ პაუზასთან ერთად. ჩაწოდება. დარტყმა და გაიხსნა ანგარიში ახერხებს რუსთავი წინ გასვლას ირაკლი იაკობიძე გატანილი გოლის ავტორი. ბევრჯერ მომიწია ამ ფეხბურთელის ხსენება, ქონდა შეცდომები, იყო ყვითელი ბარათიც, თუმცა ამის საპირწონედ ახერხებს და აწინაურებს თავის გუნდს. ცეცაძემ სეიხასის ჩაწოდება საინტერესოა რა მოხდა, ნახეთ სად მოუძებდა ის სივრცე რომ ფეხი ახსე დაიხვედრებინა ბურთისთვის. ეს იყო აუღებელთა კატეგორიაში, უნდა გავიყვანოთ ეს დარტყმა აუცილებლად. თურმანიძეს შანსი არ ქონია. ირაკლი იაკობიძე ცენტრალური მცველი აწინაურებს რუსთავის კონტრშეტევა სეიხასი. ხო არგენტინელი რას მოიფიქრებს, კარგი პაუზა იყო, პასიც გააკეთა ოსეით, რომ მოძრაობები დარტყმა შეიძლება და დაუფარეს. ბურთით გაქცეოდა დინამო ბათუმს. კევინ სეიხასმა გააკეთა ყველაფერი იდეალურად. ოსეიმაც, მაგრამ ბოლო მომენტში აქ კოხრეიძემ დაუბლოკა. შეტევა ამით არ დასრულებულა, იქნება კუთხური. ამ შემთხვევაში ჩაწოდება თურმანიძე გამოდის, არის კარიელია და ჟან ალმეიდას კიდევ ერთი გოლი. ჟან ალმეიდას მეოთხე გოლი, მეოთხე შეხვედრაში ჩვენს ჩემპიონატში. წაიწიოს წინ სატურნირო ცხრილში. კუთხური და კიდევ ერთხელ გოლი, რომელიც გაიტანა ჟან ალმეიდამ, რომელიც იყო ძალიან რთული შესასრულებელი. ძალიან ბევრი ფეხბურთელი იმყოფებოდა ჟანის წინ, მაგრამ ნახეთ სად გააწვინა. როგორ მოხდენილად დაატრიალა ბურთი აქ ჟან ალმეიდამ. ჯერ ახალი დაწყებულია სეზონი, მაგრამ რუსთავმა უკვე მე მგონი უნდა იფიქროს, გახლავთ განელი. ნახოთ განელების რაოდენობა გაიზრდება თუ იგივე დარჩება პრინს ოსეი, როგორ კარგად იმოქმედა დარტყმა შეიძლება პასი გააკ. ეს რა არის? სოლომონ კესი გაკეთდება 2026 წლის საფეხბურთო კურიოზები, ეს აუცილებლად შევა ჩვენი ჩემპიონატის. კესის აქ უნდა დაეფასებინა პრინს ოსეის ჩინებული მოქმედებები. ჯერ როგორ გუნდურად იმოქმედა, ოსეიმ თავადაც შეეძლო დაგვირგვინება, მაგრამ არა, პასი გააკეთა და უგიძე. შეიწია ცენტრისკენ დაარტყა შორი მანძილიდან ბერუაშვილი ადგილზეა. ერთი ჩაწოდება, დარტყმა შედგა, იქნება კუთხური, ზედიზედ მესამე კუთხური დინამო ბათუმის სასარგებლოდ. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა შედგა კალანდარიშვილის შესრულებით, თუმცა არასუსტი. კარგი შეტევა, კოპახიძე დროებით შეაჩერა რუსთავის შეტევა, ოსეი
გუჯაბიძე დაარტყა შორიდან და ანგარიში ხდება 3-0. მცირე გამართლება და ეს უკვე საბოლოო ვერდიქტია ამ მატჩისა. გუნდის ვიცე-კაპიტანმაც მოახერხა თავის გამოჩენა და საჯერმოს გარედან მოახერხა გატანა. კიდევ ერთხელ განმეორებით კადრში ეს ეპიზოდი. ცუდი ასხლეტა რაც თულია მეკარისათვის ყოველთვის, თუმცა ეს წამითაც არ აკნინებს გუჯაბიძის აი ამში. მადლობას მოვახსენებთ რეპორტაჟის ყურებისათვის, გემშვიდობებით მომავალ ტურამდე. დღეს წინ კიდევ ძალიან ბევრი შეხვედრაა და აუცილებლად მიადენოთ თვალყური. მადლობა ყურადღებისთვის.